ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, მივესალმები ბათუმს, მოგესალმები თითოეულ თქვენგანს კოალიცია ცვლილებების 4 ნომრის სახელით წინ საქართველოს მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილება. წინ არის მომავალი, სადაც სიახლის გარეშე ვერ მოხვდებით. წინ არის გამარჯვება, სადაც დიდი მორალური უპირატესობის გარეშე, სადაც სიმტკიცის გარეშე, სადაც რწმენის გარეშე გამარჯვებები არ მოიპოვება. რატომ კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი? იმიტომ რომ აქ განსხვავებული ხალხია შეკრებილი. და ამ ხალხში მე ბუნებრივია თითოეულ ჩვენ გავს გულისხმობ და არა იმ ხალხს, ვინც ახლა ვისაც თქვენ ახლა ხედავთ. პირველ რიგში თქვენ და ასობით ათასი კოალიცია ცვლილებების 4 ნომრის ამორჩეველი. და პოტენციური ამორჩეველი, რომელიც კიდევ უფრო მეტი იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. ჩვენ გვაკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ მომავალი. ჩვენ გვაერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ მომავალი. ჩვენ არ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული არც ბიზნეს ინტერესებით, არც რაიმე სხვა მერკანტილური ინტერესებით და არც წარსულით. მხოლოდ და მხოლოდ მომავალით. აქ არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო, პარლამენტში მოსახვედრის სიის გარშემო არ არის გაერთიანებული. აქ არ არის ხალხი, ვინც იმიტომ ჩადგა ამ ბრძოლაში, რომ პარლამენტში მოხვდეს. სამწუხაროდ ეს ტენდენცია არა მხოლოდ სახელმწიფო პარტიაში შეიმჩნევა. თავარი მოქმედი პირი, თავარი როლის შემსრულებელი ამ ბრძოლაში იქნება საქართველოს მოქალაქე. ბათუმელიდან დაწყებული, დამთავრებული ლაგოდეხელით. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც იმ კრიზისმა, იმ გამოწვევებმა გააჩინა, იქნება სწორად რეალიზებული და როგორც იქნება და 26 ოქტომბერს, 27 ოქტომბრიდან ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქე, ბათუმელიდან დაწყებული, დედოფლის წყაროებით დამთავრებული, ჩათვლის, რომ ეს ქვეყანა მისია, ბათუმი მისია და დედოფლის წყარო მისია და არა ერთი მუჭა კორუმპირებული ადამიანების, ბიუროკრატების, რომელიც ცდილობენ ხიდები გააბან იმ ადამიანებთან, ვისთანაც აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ინტერესები. ჩვენ არ ვერჩით პერსონალურად არავის ქართულ ოცნებაში. სახელმწიფოებრივად კი ბატონო ვერჩით, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება შენ კონდეს მისწრაფება და კონდეს სურვილი სახელმწიფოში 2024 წელს ამ ტრადიციულ ქვეყანაში დაამკვიდროთ და ჩამოაყალიბო ფეოდალური წყობა. ჩვენ გვინდა პირიქით, რომ ქვეყანაში, ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, დაბებში მოქალაქე წყვეტდეს. მოქალაქე შეეძებს საკუთარი ქვეყნისა. მოქალაქე შეეძლო საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა. სამწუხაროა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში 30,000 საქართველოს მოქალაქით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მხოლოდ უკანასკნელი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ბიზინა ივანიშვილის მიერ მართული სტატისტიკური დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს. დღეს გამოქვეყნდა ეს მონაცემები. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, ნიკა გვარამიას ჰქონდა შესაბამისი პრესკონფერენცია. მხოლოდ ამ 7 თვეში, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 3,300 საქართველოს მოქალაქით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. და ეს ტენდენცია მზარდია და სამწუხაროდ ეს მონაცემები კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე აქვეყნებენ. და ამ ყველაფერსაც უნდა ცვლილება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ქვეყანაში დიდრდება მართლაც ერთი მცირე ნაწილი ფინანსური კლანის სახით წარმოდგენილი ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ტაში დაუკრან ყველაფერზე, რასაც ბატონი იტყვის და გამხმარი ხეც კი ქართულ ხალხს დააბრალონ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ადამიანები გაავრიყოთ პოლიტიკურ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ისინი უნდა იყვნენ მონაწილეები საქართველოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობის პროცესისა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ ისინი იყვნენ მოქალაქეების ბატონ პატრონები. ნებისმიერი მომდენო ხელისუფლება, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბერს, ეს იქნება კოალიციური ხელისუფლება, რომელშიც კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერი ყველაზე მსუქეთ იქნება წარმოდგენილი. იმ დღიდან ის ჩადგება საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.
დიახა, ჩვენ არ ვიბრძვით გამარჯვებისთვის. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში ბევრს უბრძოლია ყველა ხელისუფლების პირობებში გამარჯვებისთვის და მოუპოვებიათ ადრე თუ გვია გამარჯვება, მაგრამ ამ გამარჯვებას ცვლილებები, ძირეული ცვლილებები, ისტორიული ცვლილებები არ მოუტანია. და ახლა 26 სექტემბერს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა ჩვენ გამოვიყენოთ აუცილებლად. გამარჯვება, რომელიც მოიტანს ისტორიულ ცვლილებებს, რომელიც ამ ქვეყანაში ბედნიერებას უკან დააბრუნებს, რომელიც ამ ქვეყანაში მოქალაქეს რწმენას დაუბრუნებს და რომელიც საქართველოს გააწევრიანებს ყველაზე განვითარებულ წარმატებულ სახელმწიფოთა რიგებში. ერთი სიტყვით, ძალა არის მრავალფეროვნებაში და ეს მრავალფეროვნება ახლა არის აქ წარმოდგენილი. ძალა არის სიმტკიცეში, ძალა არის ერთსულოვნებაში და სულისკვეთებაში. ოპოზიციიდან მოგებას აქვს ყველაზე დიდი ჩემთვის და თქვენთვის ეშხი, პეცი, სიხარული. არ ვიცი რაც გინდათ დააბრალეთ. გამბედაობა გვჭირდება, იმის დაჯერება გვჭირდება, რომ მე რა რო ივანიშვილს, მე რა რო ვიღაცას ბევრი ფული აქვს. გქონდეს ჩვენ არ შურს არავისი, უბრალოდ თქვენ ნუკმარავთ ამ ფულს. და სახელმწიფო არავისი არ არის, სახელმწიფო არის თქვენი და აი ამ კოშმარს 12 წლის განმავლობაში რაც გრძელდება, უნდა ვუპასუხოთ ბედნიერებით, სიმტკიცით და რწმენით და 27 ოქტომბერს. აი ისე უნდა გაიხაროს ქართველმა ხალხმა საქართველოს მოქალაქეება, როგორც დიდი ხანი არ გაგვიხარებია. აი ამ ბრძოლაში ვართ თითოეული ჩვენგანი, მართლები ვართ, როგორც არასოდეს, მორალური უპირატესობა გვაქვს, როგორც არასოდეს, წარმატებას უსურვებ ყველა ოპოზიციურ პლატფორმას, მაგრამ პირველ რიგში წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნომერს, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სხვებისგან გასხოვებით აქ არავინ არ იბრძვის საპარლამენტო სიესტვის, როგორც უკვე აღვნიშნე. ვიბრძვით თქვენთვის, მომავალი არის თქვენი, მომავალი არის ამბავშვების და მომავალი არის საქართველოს სახელმწიფოს და არა 1-2 ცალკე აღებული ადამიანის. დიდი მადლობა კოცრით და გამარჯვება. დარჩენილ 6 კვირაში ყველა უნდა დავირაზმოთ, ყველა ჩვენ სანაცნობო წრეში, საახლობლო წრეში, სამეზობლოში სანათესაოში უნდა ვარწმუნებდეთ ადამიანებს, რომ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ივანიშვილს აქვს ერთადერთი იმედი, რომ იქნებ ყველა არ მივიდეს არჩევნებზე და არ იყოს ძალიან მაღალი გამოცხადება, მაგრამ არა, ქუდზე კაცი იქნება 26 ოქტომბერს ღიმილით, სიმტკიცით, დილის 8 საათიდან ყველა ბათუმელი მივალთ, ჯერა ყველა საქართველოს მოქალაქე მივა, მტკიცეთ, ხმას მიცემს საქართველოს უკეთეს მომავალს და ამ ერთი ცალი, ერთი ბიულეტენით მიცემული ხმის სახით ნებისმიერი ჩვენგანი წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთეს მომავალში. დიდი მადლობა და წარმატებები.